დილამ შვიდა. აი ეს. ისე მტკივა. ო. გეგონება თავში რაღაცა ბალაკოსა და ჩააწერა. ინა. Okay. აი ამ ეს. ყელი არ მტკივა შვილო, ყელში მასხურებს. კაია. კაია მიშველა. Thank you. Eli აღარ მტკივა. მიყარე ხარელი, მეჩი მიმისურუნო ელი რა საყვარელია. ვა. მაჩინე, მათქარე. დილამ შვიდობისა თქვა. დილამ შვიდობისა. კარგი. ყველას დილამ შვიდობისა. აი, ნახეთ. հետո ვისწორებდი ხოლმე. აი მეორე დღეს ნახეთ, რომ დავივარცხე, ხა დავივარცხე. ეხლა არის ნირიბა ნიმიასა. ნირიბა ნიმიასაზე გამახსენდა. ზუსტად მას ეცეთ მის გაკეთებას ვაპირებ დღეს ნირიბა ნიმიასა. რა შეჭამსაღლო? გამიშვიდა. ჩემზე ჭამს რაღაცას. ევა. აი მე შეგული გამისკდა. ევა ისა ბონი მინდა უდილას და მის ხარ გამაგზავნოს თავი მისკდება და ეს მოუტანე სოფია მე რომ მაჩვია. ჩემი. მეთქი ცოტა მეც მომეცი მეთქი ჩემი ათქო და მე გაძლევ თქო და ცოტა მეც მომეცი ყავას მე თაობანი. ყავას მე. მე ამდენი ანტალია მე თქო და ცოტა მეც მომეცი. დღეს მინდა გავაკეთო. ასე დღეს მინდა ხალხო გავაკეთო. იმის სუპი. რა ქვია, ჩეჩევიცა, კრასნაია ჩეჩევიცა. ოსპი, წითელი ოსპის სუპი მინდა. აი არ ვიცი რატო. კრემ სუპი მინდა. სხვანაირი არ მინდა. მხოლოდ კრემ. ხოდა არ ვიცი რატომ მინდა, იმიტომ რომ ბავშვები მაგას არ ჭამენ და იცემ კრემ სუპი შეჭამონ ნახოთ. ხოდა მე ხო ის სუპების საერთოდ ვერ ვიჭამ. ხოდა რა ვიცი, რა მომანდომა არ ვიცი, მაგრამ მომინდა და მოვძებნე რეცეპტი, კარგი რეცეპტი. და ისა უნდა გავაკეთო. აბა ნახოთ რა იქნება. ასე დილამ შვიდობისა. ყველას დილამ შვიდობისა. ჩემი მაგალ ბრალამაზე. აი არაფერი არ აქვს. აი არაფერი არ აქვს. ბალზამიკი არა. ძალიან მიყვარს. ელი აღარ ტკივა, მადლობა ევა, შენ მე დამეხმარე, შენ მე მიშველე. ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიხარულო, ჩემო ბაყაყულა. ასე მოვადგოთ ეხლა გემრიელი კოფე. ოღონდ სად წავიდა და საინტერესოა კოფეა. ევა და ბონი არიან განუყრელები. ევა, ბონი და კოკო. ესე იგი ისე კარგად თამაშობ. ეს ბავშვი თავს არ ანებებს ამ ძაღლს. სულ ერთად დადიან, სულ ერთად არიან. რა ვიცი, ძალიან საყვარლები არიან. ესე ძალიან უყვარს. ეხლა რეალურად თორნიკე და ანდრიას აი დღემდე ესე იგი ჯერ იყო და თავიდან ყველას ეგონდა ხალხო ტყუპები თორნიკე და ანდრია. იმიტომ რომ რა ვიცი რატო. წელიწად ნახევარი არ არის დიდი სხვაობა და ნუ ზომაშიც დიდი სხვაობა არ ქონდათ ხოლმე რა და ალბათ მაგიტო. და ყველას ეგონა ტყუპები. აი რატო ტყუპები? ახლა გეტყვით. სულ ერთად არიან, სულ ერთად დადიან, სულ ერთად ლაპარაკობენ. აი რო ნახო დილას რო გაიღვიძებენ სანამ სკოლაში წავენ, აი გაუჩერებლები არიან. ეს მათ
რადე? დედა მინია. შეიძლება ხარ ხო? თორემ ძალიან გადაბმულები არიან ერთმანეთს. ეს ახლა ყოველთვის. ატარა ასაკიდანვე სულ ესე იყო, სულ ერთმანეთთან იყვნენ გადაბმულები. ანდრიას თორნიკეზე იყო მიგმული, თორნიკეს სულ ანდრიაზე იყო მიგმული და აი ასე არიან. ხო და? თან მე ყოველთვის ვასწავლი თუ კი რაღაცა წაიჩხუბო, ხა ბიჭები არიან, იზრდებიან, ცხადია ხო შეიძლება იქ რაღაცა შელაპარაკება მოვიდეთ, იქ რაღაცა და მე სულ ვასწავლი, სულ ვეუბნები, სულ მომყავს მაგალითი კარგი ძმობის, მათი მამის და ბიძის და აი სულ ვეუბნები რომ უფროსმა ძმამ ასე და ძმებმა ასე და მოკლედ და ძალიან მიხარია მოკლედ რომ ერთმანეთი ყავთ და ასე ერთმანეთთან ესე ახლოს არიან და იყო ერთი-ორი შემთხვევა რომ მაგალითად ერთი რუსთავში დარჩა, მეორე აქ ჩამოვიდა და აი მე ადგილს ვერ პოულობდა აქ რომელიც იყო ის და მე როგორც გავიგე ისიც ვინც იქ იყო, იმიტომ რომ ერთმანეთის გარეშე ხო და ძალიან მიყვარს მოკლედ ამათი აი ერთმანეთი რომ ყავთ ეგ, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარ რაც არ უნდა იყოს მშობლები მაინც კი ეხლა ვერე და მშობლები მაინც წარმავალები ვართ და ერთმანეთი ეყოლებათ. ნუ ჩვენ კი კაია ის რომ ახლა გამოვთვალე ხალხო ჩემი თორნიკე 40 წლის რო იქნება 40 წლის მე ვიქნები 58. просто წარმოგიდგენიათ რა მაგარია. ანუ ესეთი პატარა სხვაობა ხა მაგალითად ევასთან 30 წელი მაქვს სხვაობა. და ევასთან 30 წელი მაქვს სხვაობა, ეგ ბევრად მიმა. ერთი ნუთი! დედა! ახ, შენი. აი, მოდი რა იყო? მოდი ნახე. მოდი. მოდი აქ. ევა მოდი ნახე რა და მე მართა რომ აჩქარებ, მოდი. ევა. ნახე რა და მე მართა. ჩქარაც გამო. ნახე? დამეღვარა, ცხელია. დამეღვარა, ნახე? უდა დამაცადო ხოლმე. მე თან საუბრობ, თან ადამიანებს ვესაუბრებ, თან საქმეს ვაკეთებ. ნახე რა მომივიდა. წამოდი ჩაგირთო და ამიხარია თან მოკლედ რომ თქვას იმის მომინდა რომ ფრანკეთ ანდრეს ერთმანეთი ყავთ და ევა მეცოდება ხოლმე რომ ევა სარკავს. ანუ როგორ არ ყავს ფრანკეთ ანდრეს ძალიან უყვართ, მაგრამ მე ვიზახი აი ესე ერთად რომ იზრდებიან რა, ხო ხდებით რაც ვიზახი, მაგრამ მე მაგისი არანაირი რესურსი არ მაქვს გენაცვალე. არც ფიზიკური, არც მატერიალური, არც ემოციური არანაირი რესურსი მე მაგისი არ მაქვს. და პატარას აღარ ვარ. მაშინ პატარა ვიყავი და აი ძალიან მარტივად იმას ვქენი რა. აი მარტივად კი არ ვქენი. ანდრიაზე დავრჩი და всё, ეგ იყო უკვე ის რომ უნდა გამეჩინა და უნდა მყოლოდა. ხო და ეხლა არ შემიძლია და მეწოდება ევა ხოლმე, მაგრამ და იმიტომ მოვუყევი ეს ამბავი რომ ევა კიდე დაასდა სულ გონიზე, ანუ სად დედამამიშვილი და სად ცხოველი, მაგრამ ძალიან კაია იცით ესეც, იმიტომ რომ ბავშვი სწავლობს იმას, რომ ცხოველი სათამაშო არ არის. აი თორნიკეს ეუბნებოდა იმ დღეს. ესა რაღაცაზე ვუთხარი თორნიკეს გავშვიმე, კი რა გონი ეფერებოდა და გაბურჯღნა ის ხოლმე ჩემს თავით და ევა ეუბნება. ქოკო, გავუშვი ცოდვა, თოი არ არის. სათამაშო არ არის. ანუ ხარატო ეუბნებოდა, იმიტომ რომ თვითონ ვარასწორად იქცევა ხოლმე ზოგჯერ მე ვეუბნები ხოლმე მაგას რა და
მაქედან იცის რომ ანუ მე კიდე ის რომ მაგალითად მოვლა ჭირდება დაბანა ჩხილების მოჭრა ექიმთან წაყვანა ნემსის გაკეთება და ეგეთი რაღაცები თან ეს თან თვითონ ძალიან ეშინა ეგეთი რაღაცების და ერთის მხრივ ამას რო უყურებთ როგორ ვუკეთებთ ჩვენ და მაგალითად აცრას ეგეთ რაღაცას მე უმარტივდება უფრო და მეორე მხრივ კიდე სწავლობს ზრუნვას და იმას რომ სიყვარული არ არის მარტო თქვად მოფერება რომ მაგალითად თუნდაც ცხოველსაც აქვს თავისი პირადი სივრცე და როცა ამას უნდა რომ ეფეროს რეალერსოს და ბურჩხნოს თუ იმას არ უნდა რომ ანუ ამან პატივის წეს ვის პირად სივრცეს და ასე შემდეგ ამ ძალიან შეცია რა საკმაოდ ესეთი ბევრი რაღაცა სწავლობს ბავშვი თან მე მიყვარს კიდე ესე როცა უნდნეულად ვასწავლი ისეთ რაღაცებს რაც მაგალითად ჭირდება მაგალითად წამლების ძალების ყოველთვის ძალიან ეშინო და ევას აი თორნიკე იყო ბავშვი რომელსაც პირს გაგიღებდა და ნებისმიერ წამალს ძალიან მარტივად დადევდა აი არა პრობლემა ანდრია ვაიმე ასე რომ აკრავდა ხელს გადაგასხავდა თავზე ყველაფერს ხო და აი ესეთი ონიერი იყო ხო და ევაც ეგეთია ვერ იტანს წამალს თან ეშინია თან კიბის წივის და ხა იმას ყველას წელი გიოდა სახში და მეც რა თქმა უნდა და ვაჩვენე ისე შევისხურე სპეციალურად პირში რომ და ყელში რომ მას დაინახე მე შეინახე დედამისი ყელი მკივა და ხა მას რომ შევისხურებ თქო მე აღარ მეტკინება თქო რა და ის ვაჩვენე და ძალიან აღწოვანდა რომ ნახა და ახლა და როგორც კი შევისხურე და ძალიან სკივაო ხარ ხა აღარ მეტკინება მაგრამ ნუ აი მაგან იმას მიაბა რომ შეისყურეთ თუ არა აღარ ტკივა მაგრამ ოკეი ანუ ყველაფერს ერთ წამში და ერთ წუთში რამე ვერ ისწავლის ხო ანუ ყველაფერს ჭირდება დრო და ნელ-ნელა ეს არის პროცესი ყველაფერი და მათ შორის ესეც რაღაც ისწავლა და ეს ეხა თვითონ ტკიოდა ყელი გუშინ დილას და მითხრა რომ დედა სუპერგმირი შესაძლებელი მინდაო და ეს სუპერგმირი მოიფიქრა მე არ მithom სუპერგმირია მეთქი და შემასრულებინა ანუ მაშინ საბავშვი გარბოდა მე დავდებდი დედაპირი გააღე ხა რაღაცა ჩაურთავდი ხა რაღაცა და მთელი ეს რაღაც ტკივნეული პროცესი იყო ეხლა უბრალოდ თვითონ მოვიდა და მითხრა რომ დედა ნუ რა თქმა უნდა ასაკსაც მნიშვნელობა აქვს ბავშვს უკვე უნდა ეს მოდეს მაგთენ და ის და შემასრულებ დღეს დილასაც თვითონ მითხრა დილა ვიტკივა ეთყობა всё კობასწავლები გარეთ არიან და გამრიელად თამაშობენ და ეხლა ჩვენს შევუერთდებთ ოჰო დღეს ცივა როგორ გიწონდა როგორ ჩამოსიბი მოთვალები ნახეთ აი ეს მაგხომე ციკლის პერიოდში ზუსტად და აი იმიტომ ვამბობ ხოლმე ამას რომ ადამიანმა იცოდნენ ხოლმე რატომ აქ იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზები იწვევს ამას მე თუ როგორ ცივა კარგად ცივა კაი გვარია შეგცივდება ეხლა ცივდა ასეც გამოპრაგდა ბომ დაულაგა სახლი ძაღლებს
დაულაგა აჭმევს გამოიყვანა გარეთ და ჟაუთი ძაღლებს ხედა სულ შემომიყვებიან ჟაუთი ძაღლები არიან იქ მინდა შენს და მაშინია ამის როს ჩაყვანა ბიგრი იბრეკოს პატარა ძაღლებს აქცივია წავიდეთ უნდა ბონჩიკას გარეთ გაყვანა ეზოში ამ ეზოში ჩაყვანა მეშინი იმიტომ რომ ნუ ნახეთ რატო ხა ყობა ძაღლები გაწვრთნილები არიან და თან სულ ერთმანეთთან არიან ან ბევრი არიან და სხვა ძაღლს თავს არ დაესხმიან და თან ანუ დიდი ისეთი ჯიში არ წყავს აი ესეთი აი ბოთეროა აი ბოთესი მეშინია კირასი მეშინია ანუ სხვა ძაღლებს რო ეტაკებიან ხოლმე მაგათი როტვეილერიც არის მაგრამ ისეთი როტვეილერია რომ პატრონი აი ისეთი გაწვრთნილი ყავს ერთი სიტყვა და всё ანუ ძალიან ისეთი ძაღლია მაგისი არის მეშინია იმიტომ რომ სულ პატრონის გარეშე არ დადის და პატრონი აკონტროლებს სიტუაციას და თან ძალიან ისეთი მშვიდი წყნარი და ეგეთი ფსიქიკისა როგორც ძაღლი რომელიც პატრონთან არის მაგრამ არის ესენი რომელიც მარტო ჩამოდიან რომელსაც პატრონი თან არ ახლავთ უყეფავენ ადამიანებს უყეფავენ ძაღლებს ეხა ეს რო იყოს თუნდაც პუდელის ხელა უფრო არ შემეშინდებოდა მაგრამ მეშინია იმიტომ რომ ერთი კბილის გაკვრა ამიტომ ვაპირებ რომ ვნახო მაგათი პატრონები და პატრონებთან ერთად გავაცნოთ ერთმანეთს ბოთეს პატრონს ჭიხუახუა წავს მე მგონი ამ ბოლოს ხედავ ხოლმე არ გავყარე მაგათ ასე წითელ საღებავებში რაო მე გავიცოდით ზახეულში და რა ვიცი რამდენამეშია გამოსავალი არის რომ თუ ამოიღებენ გაყიდვიდან ან საერთოდ არ უნდა ჩამონაყიდი ისევ ძირითადად ჩემთან ამოვიდა ასეც დავუტოვე ერთი თუ ორი მინდა პროტესტი არ გაჩვენოდა მაგრამ ხოლმე მოგად ფიქრობ მანქანიდან ალბათ რაღაცა თავი შევიკავებ იმიტომ რომ ჩემი მაქსიმალური ძალისხმევით და მონდომებითაც კი არ გამოდის იდეალური ვარიანტი და გამბიერ მანქანა უსაფრთხოება უნდა შენი თავის ასევე ეგეც რო არა რაღაც ძალიან დიდი გლობალური რომ საჭიროდეს ანუ დაგტანჯოს და გაგაწამებს უნდა არ მინდა მინდა რომ ეს ვიყიდე იდეალური იყოს ამიტომ
ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა მოვაქროვოთ ხო. ნუ არ ვიცი როდის მოვაქროვებ, იმიტომ რომ ან მოგროვება მე არ მეხერხება. მაგრამ მიზანი რომ ექნება ხო უფრო შანსი გაიზრდება. ახლა მაგალითად მაგ გრილი ჭკვიანი, არა ჭკვიანი მე ძალიან ჭკვიანი ვარ. პრაქტიკული, ასე ვთქვათ, დიასახლის ქალი. მეორე გრილის ყიდვას არ იფიქრებდნენ, და გრილი მაქვს. დუხოვკაც მაქვს. მეორე გრილის ყიდვა მინდა. ამასაც ზედა და ქვედა წვა აქვს. დავითან ხო არაფერი. აი ეს რაღაცებში გამიდის ცით. ან თუნდა ეს ვითომ არაფერი და ეს დანკინები და ეგეთები. არაფერი, ანუ 30 ლარი. 30 ლარი საყიდე. არაფერი არ არის. ანუ არავინ არ დამახარებულა. ანუ აბა ეხლა კიდე რა მაინტერესებს. დაწერეთ, აბა. რამდენი ლარი გჭირდებათ იმისთვის საშუალოდ რომ დღეში გააკეთოთ ისეთი კერძი, ანუ სადილი. ხა იმას აღარ ვიძახი. საუზმე, ვახშამი, ხო კიდეა საჭირო. აი სადილი. ეს მაგალითად შეიძლება იყოს ხორციანი კერძი. შეიძლება იყოს თევზი, ну კვირაში ორჯერ მაინც ყველი უნდა გქონდეს. კიდე აი ესეთი მე რო გავაკეთე ღვეძელები და ესენი, მაგალითად შეიძლება იაფიჭდება, ხო? მე მიყვარს ყველი და ხორცი. და ამაში თან ჩვენ ვართ ბევრნი. შესაბამისად, მე პლუს კიდე ტკბილეულსაც ყოველ დღე ვყიდულობ, თან ტკბილეულში ერთი სადილის ფასი მიდის. ამას უნდა ორგანიზება. ჭკვიანურად მიდგომა. ანუ აი, ბევრჯერ ყოფილა, რომ სახში გავაკეთე ფუნთუშები. ну კაიევა პატარაა და ჯერ ოკეი, მაგრამ ჩვენს კი დიდებიც ყიდულობთ კიდევ რამე დამატებით ტკბილს, იმიტომ რომ ვიღაცას მაგალითად ფუნთუშა არ უნდა. ან მაგალითად ჭამა ის ერთი ან ორი ფუნთუშა და არ იყო და კიდევ უნდა რამე სხვა ტკბილი. და ასე. მაგრამ ეხლა რას დავიწყე ლაპარაკი საერთოდ? აი სადილი რო გააკეთო დღეს. ანუ ადრე მაგალითად იყო საჭირო 30 ლარი, ხო? ვთქვათ, ну ხეშად რო ვთქვათ სიტყვაზე. ეხლა 50 ლარი ხო არის საჭირო. ანუ ფული ისე გაუფასო და რომ ეხლა 50 ლარი ხო არის საჭიროაც. ადრე რო იყო 30, ეხლა არის საჭირო 50. უხეშად რო ვთქვათ. და ეგეც იმ შემთხვევაში თუ მაგალითად რაღაცა ყველაფერი არ იყიდე, თუ იყიდე ხახვიც, კარტოფილიც, სტაფილოც, ხორციც, ტომატ პასტაც, ანუ ყველაფერი თუ იყიდე 50 ლარი არ გიყოფა. ანუ თუ გააქვს სახში მაგალითად ის ტომატ პასტა, ის კარტოფილი, სტაფილო, გაიყიდე ხორცი და ვთქვათ რაღაც მაკარონი მაგალითად. 2-3 ინგრედიენტი თუ იყიდე და დანარჩენი გააქვს. ხო, კიდე ჩვენ ძალიან აქტიურად ჭამთ კვერცხს. 10 ცალიანი კვერცხი, 1 დღე და დღე ნახევარი ყოფნის, მეტი არა. მიწის თხელი გამითავდა, ეხლა უნდა ვიყიდო. بانی مادی بانی بانی کا بانی
ბონიკა, მოდი დედასთან ბონიკა. თავიანთი განშიზდებოდა ბონი და ახლა სიმაღლეშიც გაიზარდა დღეს რა ხე ახლა ხო? ოთხშაბათ. ვერ მიყო. კოპას თუ დარი? მინდა გაიგარდი. ვაი გამოდი. გარეგან მოსულია ხმარა. ეს პლუს მადლობა მერცო. არ ვიცი ვინც ხართ დედები, ვინც მარტოს შვილებს ხართ გმირები. აი მართლა რა ვიცი. ეს არის ურთულესი ფინანსურად, ემოციურად, ყველანაირად. საერთოდ როგორ არის ჩადებული დაკვირვები ხართ ცხოველებში, სადაც ოჯახის ინსტიტუტი არ არსებობს. შვილებს დის დედა ასწავლის ყველაფერს, დედა აღარებს გზაზე და გვინდა თუ არ გვინდა ადამიანის ცხოველია. ჭკვიანი, მაგრამ მაინც. და ადამიანებშიც რამდენად ხშირად ხდება, რომ ანუ აი თითქოს ბუნების ის არის, რომ კაცები მიდიან. მიდიან ისე, რომ პასუხისმგებლობას არ იღებენ. თავის შვილზე. დედას გარშეულია. ანუ, თქმა უნდა, ქალებიც არიან მასეთი, მაგრამ სტატისტიკურად ვთქვათ, ხო? რამდენია კაცი და რამდენია ქალი. იმიტომ რომ თვითონ დედა ბუნებას სამყაროს სულს ღმერთს აქვს აი ეს ჩადებული. და ის კაცები, რომლებიც დაშორების მერე შვილებზე პასუხისმგებლობას იღებენ და შვილებზე ზრუნავენ, ეკონომიურად ეურთიერთებიან, დროს ატარებენ, მონაწილეობას იღებენ, აღზრდა არ მიყვარს სიტყვა. ანუ იმ რაღაცის სწავლებაში, რაც ბავშვს ჭირდება, მოდი ასე ვთქვათ, ცხოვრებაში. ესენი არიან ჩემთვის კაცები. მე ძალიან მიყვარს კაცები. ოღონდ ხა ბინძური გაგებით არ გაიგოთ, ანუ მამაკაცის არსი მიყვარს, ნამდვილი კაცის არსი. და რა არის ჩემთვის ნამდვილი კაცი? ნამდვილი კაცი არის ძალა. ძალა ის კი არა, რომელიც თუ ცუდი სიტუაცია დადგა შენს წინააღმდეგ წავა და მოგკლავს და გაგანადგურებს. არამედ ძალა, რომელიც ყოველთვის იდგება ქვათ და კლდეთ შენს და მტერს შორის. აი ჩვენი ქართველი კაცები, რომ თავისი მკერდით და სიცოცხლით იცავდნენ თავის ოჯახებს
აი ეს არის კაცი. ის არა რომელიც ხმამაღლა კადირის იფურთხება, იგინება და დიდ ყანწებს სვავს. ეგ კაცობა არ არის. ეგ არის რაღაცა გარეგანი ნიღაბი, აი ცხოველებს რო აქვთ პატარა ცხოველებს ახასიათებთ, რომ შეიძლება მაგალითად ძალიან გაიფხოროს, რომ საშიში ჩანდეს. და ეს ხო ხმის დაყენება, რიხ-რიხი, როხ-როხი, დედის გინება, მუშტებზე ყურება, ფიზიკური ძალის გამოვლინება. ეს სმა და რაღაც მანქანის ჩქარატარება და ეს კაცობა არ არის, ეს არის ბიჭობა, რომელიც ცდილობს რომ იკაცოს და რომელსაც არც კი იცის არსი რა არის კაცობის. თქვენ გინახავთ ლომი, რომელიც გაიფხორა, რომ ვინმე შეაშინოს. ლომი არ არის ყველაზე დიდი ველურ ბუნებაში, არ არის ყველაზე ძლიერი. მაგრამ ყველაზე საშიშია და ყველაზე მეფეა. ყველაზე მეფეა, რატო? იმიტომ შინაგანად არის. ანუ კაცური არსი თუ შეგვიძლია ვთქვათ, აი ეს არის, რომ შინაგანი ძალა, რომელიც არავის არაფერს არ აჩვენებს, უბრალოდ არის. და რომელიც ყოველთვის ზრუნავს სუსტიზე, რომელიც ყოველთვის ზრუნავს თავის ბრჭყალებში, ჯოგზე, ველურ ბუნებაში და ადამიანები კიდე თავის ადამიანებზე. ნექნება შვილი თუ რა ვიცი ვინც, რომელიც არასოდეს არ აწერს. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა იმსახურებს. ეს არის ანანასი. ეს არის პატარა ანანასი კი. და ანუ ასეთ ადამიანს არ ჭირდება დაბმა, ასეთ ადამიანს არ ჭირდება იძულება, მოთხოვნა. ასეთ ადამიანს თავში წესნის, რომ ის ბავშვი მოხუცი ქალი თუ ვინც არის, ვისაც პასუხისმგებლობა აიღო, ხო? ანუ იმათ გაუკეთოს ისაც შეუძლია. ეს არის კაცი. ასეთი კაცები შვილებს არ ტოვებენ. მაშინაც კი როცა ურთიერთობები მთავრდება. მაგრამ ასეთი კაცები ცოტანი არის. ანუ კაცები ცოტანი არის. წარეა. და ისინი კიდევ ვინც ერთი საწოლიდან მეორეში გადახტა და თავის შვილს დაივიწყებს და სხვისას უმამებს, ეგეთი ვერავის ვერ უმამებს, ვერასდროს. მარტო იმიტომ რომ საწოლში ხლა ეს ქალი უწევს. აი ეგ ქალი რაც არის, ის კაციც ეგ არის, ჩემი ხედვით. ძალიან ძნელია, მაგრამ ქალები ძალიან მწარეა. ქალები ძალიან მესაკუთრებია და არ გვიყვარს ის, როცა მაგალითად გავიყოთ კაცი ვინმესთან, მაგრამ თუ შენ ქმარს არ თავისი დედა, თუ შენ ქმარს არ უყარს თავისი ყოფილი ცოლი და ამბობს, რომ მისი შეცდომა იყო და ლანძღავს და აგინებს, თუ შენი ქმარი არ ზრუნავს იმ შვილებთან, იმ შვილებზე, რომლის დედასთანაც კაი რა ცოლ-ქმრული ურთიერთობა აღარ აქვს. იცოდე რომ გვერდით კაცი არ ყავს. არის. და იცოდე რომ შენს ევადესი ერათაბა. იცოდე რომ შენც აუცილებლად. ოკეი, კაი გოგო. კაი გოგოება. იცოდე რომ შენც აუცილებლად აღმოჩნდები ოდესმე მაგ სიტუაციაში. შეიძლება არც აღმოჩნდე, თუ ერთნაირები ხართ, მაგრამ შეიძლება გაწყობდეს, არ ვიცი.
ადამიანები მრავალნაირები არიან, მე არავის არ გამსჭი, მაგრამ მე ვიცი, რომ ეგ კაცი, რომელსაც შვილები ყავს და თავის შვილებზე არ ზრუნავს, ეს კაცი არ არის. ან როცა დედას უწევს, რომ დაურეკოს და მოსთხოვოს და გაახსენოს, რომ შენ შვილს ჭამა ჭირდება, შენ შვილს ჩაცმა ჭირდება, მასწავლებელთან წასვლა ჭირდება და რაღაცა ელემენტარული ჭირდება, არ არის მილიონებზე საუბარი. როცა ეს თვითონ არ ახსოვს, გახსენებასაც არ აქვს ხოლმე აზრი, ალბათ ბევრი დამეთანხმებით, ხო ეგრეა. ამიტომ არ აინტერესებს. და აქვე მიბმულია კიდე ერთი ძალიან მტკივნეული თემა. TikTok-ზე შემხვდა ერთი კაცი, რუსულად საუბრობდა და სავარაუდოდ ყაზახი იყო, ვიზუალით ძალიან გავდა ყაზახს. ანუ რაც ვიყურებ ხოლმე რუსულ TikTok-ს, ანუ მუკბანგებს და იმათ ვისწავლე გარჩევა. ანუ ბეშბარმაკებს და იმას ვიყურებ ხოლმე ძალიან მომწონს და მინდა რომ ერთხელ ბეშბარმაკი გავაკეთო და ყაზახებსაც ვიყურებ ხოლმე და ანუ ვისწავლე ყაზახების ცნობა, ასე ვთქვათ. და მე მგონია რომ ყაზახია ეს კაცი, შეიძლება ვწდები, არ ვიცი და მოკლედ ამბობდა რომ როცა ცოლ-ქმარი შორდება, მამა ვეღარ არის შვილებისთვისო. და ეხლა რატო? იმიტომ რომ აქ იმას არ ამბობდა რომ არ უზრუნველყოფს რაღაცა აუცილებლით, აქ ამბობდა იმას რომ ანუ მამა რა არისო, ვინ არისო მამა? მამა არის ადამიანიო, როცა ღამე შენ გეშინიაო და მიდიხარ და დედას და მამას საწოლში შუაში წვევიო. მამა არის ადამიანი, როცა ფეხს იდგენ და ხელში აგიყვანს და ჩაგიხუტებს და თავზე ხელს გადაგისვოსო. ანუ მამა არის ადამიანი, რომელიც შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შენს ბავშვიდან დიდად ქცევაში მონაწილეობას იღებსო. და თუ მამაო შენ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებსო, იმ შემთხვევაშიც კი როცა მატერიალურად იღებს მონაწილეობას, იმ შემთხვევაშიც კი როცა კვირაში ერთხელ და ორჯერ ნახულობს შვილს, ანუ ის აღარ არის მამა, ის არის მშობელი. და უმეტენად მართალი სიტყვებია. გული მეტკინა. და კიდე იცით რის გაცნობიერებაზე მეტკინა გული, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ქალი ვართ. იმიტომ კაცებთან, რომლებიც არ გვიმსახურებენ, რომ ბავშვს ყავდეს მამა. ანუ დაარწმუნებული რომ ძალიან ბევრი ქალი არის კაცთან, რომელიც მას არ იმსახურებს. ამ შემთხვევაში არ ვამბობ ცემას და ხელით შეხებას, მაგას არ ვამბობ. უბრალოდ კაცთან, რომელიც აი ამ ქალს არ იმსახურებს, არის იმიტომ რომ ბავშვს ყავდეს მამა. ანუ არ ვიცი მე ეს რამდენ სწორია ხანგრძლივ პერსპექტივაში. მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის ამ ქალების. იმიტომ რომ ძალიან ძნელია. ანუ შე როცა და უმეტესად ეგ კაცები იცით რომელი კაცები არიან, რომელიც ერთად რო აღარ იქნებით, მამაც აღარ იქნება. ანუ არც ისეთი მამაც არ იქნება, კვირაში ორჯერ რო ნახავს და რამე მატერიალურსაც რომ იცემს. ანუ ყველაფერი მატერიალურიც, დედობას, მამობას, ყველაფერი შენზე იქნება. მარტო შენზე. და ეს ძალიან რთულია. ანუ ემოციურადაც ძალიან რთულია და არ ვიცი, ყველანაირად ძალიან რთულია და შენ როცა ქალიც ხარ და კაციც ხარ, დედაც ხარ და მამაც ხარ, მერე კარგავ შენ თავს. შენს ქალობას კარგავ. და აქ ხშირად იცით რა ხდება ხოლმე? შენ თავს ყველაფერს რაც გაქვს დებ იმაში, რომ ეს ბავშვები როგორმე გაზარდო და ფეხზე დააყენო. და როცა ისინი გაიზრდებიან და ფეხზე დადგებიან და როცა მათ თავის ცხოვრება ეკნებათ, შენ რჩები ცარიელი.
თუ შენ დრო დაგრჩა იმისთვის, რომ გაცნობიერებული იყო და სწორად იაზროვნო, მათ ცხოვრებაში არ ერევი და არ სთხოვ მათ საფასურს. და თუ უბრალოდ არ დაგრჩა დრო, რომ ეს ყველაფერი გაგეცნობიერებინა. ამის გაცნობიერება გიწევს ტკივილით. ჩერეს ბოლი. ანუ ტკივილის გავლით, იმიტომ რომ შენ ძალიან ცუდი სიტყვა ეხარც უნდა ვიხმარო, მაგრამ ანუ ეტენები მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ შენი ცარიელია, იმიტომ რომ შენ მიგაჩნია რომ შენი დამსახურებული ადგილი იქ არის, იმიტომ რომ ყველანაირი შენ თავზე გადავლით გაზარდე, მაგრამ მას აქვს უფლება რომ იცხოვროს თავის ცხოვრებით. კი ის არის ვალდებული შენს წინაშე, რომ ყველაფერში დაგეხმაროს, რაც შენ დაგჭირდება, ოღონდ ეს ვალდებულება არის მორალური, ანუ თუ ის ამას არ უცნობს სულში, მაშინ შენ რაფერს ვერ მოთხოვ, მას არ უთხოვია რომ შენ ამ ქვეყანად მოგიყვანა, მას არ უთხოვია რომ შენ ის ყველაფერი გაიგეთებინა, რაც გააკეთე. ეს შენი არჩევანი იყო. და ამას აცნობიერებ მე, როცა შენ მის ცხოვრებაში და გამოგისვრიან იქიდან. ეს ისეთი მტკივნეული, ეს არის ღალატი, ანუ ამას აღიქოვში როგორც ღალატს. მე ზუსტად წარმოდგენილი მაქვს და ვიცი ეს რაც არის. და იმ შვილს ეგარეს მის სანამ თვითონაც არ გაივლის იმ გზას. და რომც გაივლის, მან გაიაროს თავის ცხოვრების გზა. ამ სხვა გზა არ არის. შენ შეგიძლია დაეხმარო ყველაფერში, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენ შვილებს მათი ცხოვრების ნაწილი, ნაჭერი მოვთხოვოთ საფასურად. ამიტომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ჩვენ გვეშინია. როცა ყავს უკვე ბავშვი, გვეშინია რომ ახალი ურთიერთობა მოვძებნოთ, იმიტომ რომ წინა თუ არ გამომივიდა, ძალიან დიდი შანსი რომ ახალიც არ გამომივა. მე რა გარანტია რომ იმას ვისი შვილის ჩემი შვილი არ არის, ჩემი შვილი ეყარება. ეს კარგ ვარიანტი და ცუდ ვარიანტი რამდენი ცუდი რამე ხდება. მით უმეტეს თუ გოგოშვილი ყავს. ხალი ხო ყველაფერზე ფიქრობს. იმაზე დავიკავანებოთ რამდენ ტალახს გესვრიან. რომ გოგაბეძე და განათხოვარი როგორ გათხოვდი. რამდენ ტალახს გესვრიან. თუ გაუგებრებიან ის ოჯახით, სადაც შეხვალ. თუ ის ოჯახი გაგებულია კიდე საზოგადოება. ახლა იცით რა, ჩვენ ყველანი დედები ვართ, ჩვენ ყველანი დედების გაზრდილები ვართ და როგორ მქონდეს აი ამდენი თანაგრძნობა, ამდენი გაგება, ისე მიგვირს ხოლმე, რომ მეტი არ შეიძლება. და აი ამ შიშების გამო ძალიან ბევრი კარგი ქალი არ ცხოვრობს და არ იღებს იმას, რაც უნდა მიეღო. თავს იავადებს დარდით, ჯავრით, შეუმდგარობით და ნაადრევად კვდება. და მერე ყველაზე უარესი ისაა, რომ მისი შვილიც მაგზას იმეორებს. და ასე. სინამდვილეში იმისთვის, რომ ერთმა ურთიერთობა რომ არ გაგიმართლა, მეორეში კი უნდა გადაეშვა მაშინვე. უნდა დაფიქრდე რატომ. შენი რომელი ტრამვები აღმოჩნდა აი ამ ურთიერთობაში, რომ შეხვედი იმის მიზეზი. თუ ამას არ დაამუშავებ და არ შეცვლი, კი, მეორეც ეგეთი იქნება და მეათეც. და თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა ძალა ასაჭირო, რომ ყოველდღიურობასთან, რუტინასთან, ფულის გამომუშავებასთან და ყველაფერთან ერთად დაგრჩეს ეს ძალა ფიზიკურიც და ემოციურიც, რომ აი ამ ყველაფერზე ფიქრი, ამ ყველაფრის დამუშავება დროში, აი ამის ენერგია დაგრჩეს. რომ შენი თავი არ დაკარგო. და ასეთი ფორმულა არ არსებობს. არ გათხოვდე ადრე. ხო, შეიძლება არ გათხოვდი ადრე, გათხოვდი გვიან, მაგრამ არანაირი გარანტია, რომ ზუსტად იგივე გზას არ გაივლი. ხო, რაღაც რისკები მეტია ცხადია, მაგრამ მაინც არ გააჩინო შვილი, გააჩინე შვილი, არ გაშორდე, გაშორდი. ანუ არაფერი არ არის ფორმულა, რომელიც გამოადგება ყველას.
შენ თვითონ ძალიან კარგია თუ გავს ისეთი მშობელი, რომელსაც შეუძლია გირჩიოს მიკერძოების გარეშე, ვინც გამოცდილება დააგროვა. მე მაგალითად მინდა რომ ევაში ჩავდო. როგორც ქალში ეგ რომ არ ეძებოს კაცში, არც გარეგნობა, არც ფული, არაფერი. რასაც ხალხი ხამდება, ასე ვთქვათ. არც ეს ლამაზი სიტყვები, ცარიელი ლამაზი სიტყვები. უყუროს მის საქციელს, იცოდეს ნამდვილი კაცის ცნობა. ანუ ეს თუ გაქვს, ეს უკვე ბაზა. იცი რა, შეიძლება ადამიანი არ დაიბადა მდიდარ ოჯახში, მაგრამ კაცი, რომელიც კაცია და კაცი, რომელსაც ქალი და შვილი უყვარს, ყოველთვის იმდენს მოიტანს, რომ მშივრები არ იყოთ. ყოველთვის მოიტანს მაგდენს. ოღონდ კაცი უნდა იყოს. ეგაა მთავარი. და არც გარეგნობა და არც ფული, რომელიც მას არ უშოვია, ან თუნდაც მან იშვა რა მნიშვნელობა აქვს. რა არაკაცები არ შოულობენ ფულს. რა არაკაცები არ გამოიყურებიან ულამაზესად. კი? მაგრამ შენ აი ამ ყველაფრის მიღმა წიგნები და ფილმები თქვენ მას გვასწავლიან, რომ ულამაზესი უნდა იყოს თან ყველაფერთან ერთად, ქალიც და კაციც. აი ამ ყველაფრის გავლის მიღმა შენ შეგეძლოს დაინახო ადამიანი და ეს რომ შეგეძლოს შენ არ უნდა იყო დანაკლისში გაზრდილი. შენ არ უნდა გეუბნებოდნენ, რომ შენ თუ ოჯახსაც იზრდებოდი, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გარეგნობას და გეუბნებოდნენ, რომ შენ უშნო ხარ, შენ მოძებნი ლამაზ ადამიანს, რომელიც არ გამოგადგება. და სანამ შენ ამას დაამუშავებ, ნახევარი ცხოვრება გავა და ძალიან ბევრი შეცდომა უკვე დაშვებული იქნება. ან თუ მაგალითად ფული არ გქონდა და სულ აქცენტი ფულზე იყო სახში. მარტო ფულს შეხედა და შეიძლება ვიღაც მონა აღმოჩნდეს, რომელიც გიყიდის და მაშინ გადაგაგდებს, როცა მოესურვება. ისე როგორც აი ფურთხს რომ მოისვრიან ეგრე. აი მისთვის შემფასებლობა არ იქნება, მისთვის შემფასებლობა მანამ იქნება, სანამ გამოგიყენებს, როგორც ლამაზ ნივთს, რომელიც იყიდა, როგორც ლამაზ მანქანას, რომელიც იყიდა, გაერთო და მე გაგიდა. აი ეს. ამიტომ თავარია შეგეძლოს დაინახო ნამდვილი კაცი, რომელსაც შენ უყვარხარ, რომელსაც შეუძლია საერთოდ სიყვარული. და ესეთე მარიციან დიდი რომანტიკები, არიციან აჰაჰაჰა ლაპარაკები. შეიძლება არ არიან ულამაზესები, არც უჭკვიანესები, არც რა ვიცი, რაც პოპულარულია რომ კონდეს ეგ, არ კონდეთ. მაგრამ მაქვს თავარი. და მე მინდა რომ ჩემ შვილს მე ეს ისე ჩავუდო სულში და გულში, რომ გაიზრდება, იცოდეს რომ ნამდვილი კაცი ეს არის. და არ აკლდეს არაფერი, არ აკლდეს სიყვარული ჩემგან, ოჯახისგან. იცოდეს რომ თვითონ საკმარისია, თვითმყოფადია, რომ არაფერი არ აკლია, რომ მშვენიერია. და ერთ-ერთი მიზეზი რისთვისაც ადამიანთან უნდა იყოს, მხოლოდ იმისთვის, რომ მას უყვარს და თვითონაც უყვარს. მეტი არაფერი. და როცა ეს სწორი, ანახე, როცა იცი რომ უნდა გიყვარდეს და უყვარდეს, მაგრამ როცა დანაკლისებით ხარ გაზრდილი, ის დანაკლისი, ანუ ისეც მოძებნი და ისეც შეიყვარებ, ხვდები? და დანაკლისები როცა არ გაქვს, მაშინ მოძებნის სწორს, მაშინ შეგიძლია დამახინჯების გარეშე დაინახო. და თუ ესეთი ადამიანი არ ყავს, ვინც ამას გასწავლის, ამას ჩაგიდებს და პირიქით ვიღაცა სულ გამახინჯებს მთელი ცხოვრება. შეიძლება შენ აბიუსში ცხოვრობ და ხედავ, მამა შენი როგორ ძალადობს დედა შენზე, ხო? დედა შენ კიდევ ერთად ვერ მიდის, შენ რას იცი? გაიმეორებ. და თუ შენ ეგ ჯაჭვი გაწყვიტე, აი უმაგრესი ხარ. მაგრამ უმეტესობა მაგას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ არ ყოფნის არც ფიქრი, არც გაცნობიერება, არც დრო, არც ენერგია, არაფერი. კი. აი თუ კი. ჭამე. Kinda? არა. ევასი იქით არის, ხო? ეს მართალი. მოდი მოკაც. ვიყავ. Which one is it?
ნამდვილ კაცებზე ვისაუბრეთ ამ ვიდეოში. და გაჩნდა კითხვა და რა არის ნამდვილი კაცი? მაგას ხადროს ვისაუბრეთ. არა, აი აქ მაქვს ნახე. ეხლა ამ ვიდეოს ამორჩები უნდა ჩავიცვა და წავიდე. ვიყიდო მასალას და მოვამზადო ოსპის სუპი. რა ვიყიდოთ? ეგრევე ამეტყვა.